მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია, კითილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და დღეს მსურს შემოგთავაზოთ ძალიან საინტერესო საჯარო გაშლა, თემით თუ რა სახის ტრანსფორმაციას გადიხართ ცხოვრების ამ ეტაპზე. ვარიანტი გვექნება სულ 2, დავარიგებ ახლავე ვარიანტებს და ვნახოთ აბა რა სახის ტრანსფორმაციას გადის ახლა პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. ქვებსაც დავამატებ. მანამდე კი მინდა შეგახსენოთ ის, რომ მეგობრებო, 1 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით, პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი, მე მაქვს 50%-იანი ფასდაკლება, ასეთი გრანდიოზული ფასდაკლება ხდება მხოლოდ და მხოლოდ წელიწადში ერთხელ, ძირითადად დეკემბრის ბოლოს, მაგრამ წელს გადავწყვიტე, რომ გამეკეთებინა დეკემბრის დასაწყისში. ამიტომაც მსურველებმა მომწერეთ პირადში, ზოგადად პირადი კონსულტაცია ვისაც გსურთ და ასევე დავამატებდი ასე ძალიან საინტერესო ინფორმაციას, რატომ გადავწყვიტე, რომ ამ თემაზე გამეკეთებინა საჯარო გაშლა. ზოგადად ხშირად მოხდებოდა ბოლო პერიოდის განმავლობაში ისეთი ენერგიები საჯარო გაშლებში, რომ ბევრი თქვენგანი გადის ტრანსფორმაციას და დღეს, როდესაც ამ ვიდეოს ვიღებ, დამესიზმრა ძალიან საინტერესო სიზმარი. მე მყავს ტარანტულა, ვინც არ იცის, და ტარანტულები პერიოდულად იცვლიან ტყავს იმისათვის, რომ გაიზარდონ და დღეს დამესიზმრა, რომ მე თვითონ გამოვიცვალე ტყავი და იცით ეს არის ძალიან ისეთი სიზმარი ტრანსფორმაციის მიმანიშნებელი და ზუსტად ამ სიზმარმა მიბიძგა იმისკენ, რომ გამეკეთებინა თქვენთვის ზუსტად ამ თემაზე საჯარო გაშლა. ამიტომაც აირჩიეთ სასურველი ვარიანტი. ვფიქრობ უკვე გააკეთებდით არჩევას, ვინც არა ვაპაუზებთ. და დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. პირველი ვარიანტი რა სახის ტრანსფორმაციას გადიხართ ახლა ცხოვრების ამ ეტაპზე თქვენ და ამოვიდა არკანი ხმლებისათიანი. ნახეთ როგორი სიმბოლური არის. აქ მოდის პირველ რიგში სხეულის ცვლილებაც, მენტალური მდგომარეობის ცვლილებაც. ხმლებისათიანი ყოველთვის არის რაღაც ძველი არც ისე სასიამოვნო ეტაპის დასასრული. თითქოს აქამდე თქვენს რეალობაში იყო კონკრეტული ეტაპი, კონკრეტული არც ისე სასიამოვნო ენერგიები, ნეგატიური ენერგიები, რაღაც დამთრგუნველი, სტრესი, კომპლექსები საკუთარ პიროვნებაზე ან საკუთარ სხეულზე და ზუსტად ეს ჩამოიშლება არა, უკვე იშლება ფუნდამენტალურად თქვენში. რაც შეცვლის როგორც თქვენს მენტალურ მდგომარეობას, ასევე თქვენს სხეულს. პირველი ვარიანტი. მოდით დავამატოთ არკანები. რა სახის ტრანსფორმაციას გადის ახლა პირველი ვარიანტი. არკანი პენტაკლების მეფე, არკანი სიკვდილი, არკანი ეშმაკი, არკანი თასების ხუთიანი და არკანი პენტაკლების ხუთიანი. ნახეთ მეგობრებო, რა თქმა უნდა ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია, მაგრამ ახლო წარსულში თითქოს თქვენ გქონდათ ან მენტალური კრიზისი, ან ფინანსური კრიზისი, შესაძლოა ვიღაცისთვის ორივე ფიგურირებდა აქ, ხო? და ნახეთ როგორი ხმამაღალი არკანები ამოვიდა ჩვენთან. ჯერ ხომ ამოვიდა ხმლებისათიანი, შემდგომ ამოვიდა უფროსი არკანი სიკვდილი და უფროსი არკანი ეშმაკი. აქ თქვენ გელოდებათ ძალიან მძლავრი ტრანსფორმაცია ფიზიკურად, ფიზიკურ სამყაროში. ანუ ეს არის უმძლავრესი ცვლილებები თქვენს სხეულში, თქვენს ორგანიზმში და თქვენს ფინანსურ მდგომარეობაში, იმიტომ რომ შეგახსენებთ მატერიალური არის არა მხოლოდ ფული, არა მხოლოდ ქონება, არამედ ჩვენი სხეულიც, ანუ ყველაფერი რისი შეხებაც შეგვიძლია, ხო? და თქვენ აქ გადიხართ სხეულის სრულ ტრანსფორმაციას და პირველ რიგში თუ რაიმე სახის ჯანმრთელობის პრობლემები იყო, ეს პრობლემები კი შეიძლება რაღაც მომენტში გამძლავრდეს, გაძლიერდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში თქვენ ზუსტად ამ პრობლემებს იშორებთ საკუთარი სხეულიდან, ასევე იშორებთ რაღაც გარკვეულ კომპლექსებს, ნეგატიურ ფიქრებს საკუთარ თავზე, განსაკუთრებით ეს აქტუალური არის ქალბატონებისთვის. რა თქმა უნდა, მამაკაცებსაც არ აკლიათ კომპლექსები, მაგრამ ქალის სილამაზის სტანდარტები ხშირად არის ზედმეტად მაღალი, ზედმეტად მკაცრი, ზედმეტად არარეალისტურიც კი, რაც ჯანმრთელობას ავნებს ხოლმე, მაგალითად ექსტრემალური სიგამხდრე ან რაღაც ასეთი, ხო? და ნახეთ თქვენ ზუსტად ამ კომპლექსებს იშორებთ, თქვენ იშორებთ იმ ნეგატიურ ფიქრებს, რასაც ფიქრობდით საკუთარ თავთან დაკავშირებით, ხვდებით? რითითაც შეგიძლიათ სამყაროს ხელი შეუწყოთ, ეს არის ის, რომ თუ თქვენ დღემდე ეუბნებით საკუთარ თავს, რომ აი შენ ისეთი ხარ, ან ისეთი ხარ, ან ასეთი ხარ, ცუდ რაღაცებს გულისხმობ, აღარ უთხრათ,
აღარ უთხრათ, იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ ჩვენ თავად რას ვეუბნებით ხოლმე საკუთარ თავს. თუ შენ თვითონ საკუთარ თავს ლანძღავ და ეუბნები რომ ხარ მახინჯი, ან ცუდი, ან ისეთი, ან ეს გაქვს შესაძლებელი, ან ის გაქვს შესაძლებელი, ამ დროს ჯერ ხომ შენ საკუთარ თავს ღალატობ და მეორე სხვებისგან რატომ უნდა გქონდეს იმის მოლოდინი, რომ ვიღაცას მოეწონები, ხო? ამიტომაც არ აქვს მნიშვნელობა არც თქვენს ასაკს, არც თქვენს მდგომარეობას, არც თქვენს ფიზიკურ სხეულს. იცოდეთ, რომ თქვენ ხართ მშვენიერები და არავითარ შემთხვევაში აღარ უთხრათ საკუთარ თავს არანაირი ნეგატიური სიტყვები. და პლუს ამასთან ერთად თქვენი არა მხოლოდ კომპლექსები და ნეგატიური ფიქრები მიდის, არამედ ფიზიკურ დონეზეც მოდის აქ ცვლილებები. ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს წონაში მომატება, ან წონაში დაკლება, ვის რა სახის სურვილებით შეიძლება ჰქონოდეს, ხო? ვიღაცისთვის ეს არის გამოჯანმრთელება ფიზიკური. თითქოს თქვენი რაღაც ტრაუმები, თქვენი ტოქსინები გამოდის როგორც თქვენი ფიზიკური მდგომარეობიდან, ასევე თქვენი მენტალური მდგომარეობიდანაც. ხვდებით პირველი ვარიანტი. ძალიან სიღრმისეულ ტრანსფორმაციებში ხართ თქვენ. ძალიან სიღრმისეულ ტრანსფორმაციებში ხართ ნამდვილად. და იცით, ეს ტრანსფორმაციები არის თქვენთვის ამ ეტაპზე ძალიან საჭირო და ძალიან სწორი. და პლუს, როგორც უკვე ზემოთ ვახსენე, ფინანსების კუთხით გადიხართ გარკვეულ ტრანსფორმაციას. დაგამშვიდებთ ასევე იმით, რომ ახლა თქვენ შეიძლება გრძნობდეთ რაღაც გარკვეულ ფინანსურ კრიზისს, ოდნავ ან ემოციურ კრიზისს, თითქოს თავს გრძნობთ დაკარგულად, თავს გრძნობთ ისე თითქოს მთლად თქვენს ადგილას არ ხართ, უმეტესობას რასაც ვუყურებ ამ არკანებს. მაგრამ იცოდეთ, რომ ეს ნეგატიური ემოციები დროებითია და ეს ნეგატიური ემოციები არ არის თქვენი არც სასჯელი, არც რაღაც უსამართლობა თქვენთან მიმართებაში, ეს არის უბრალოდ გამოცდილება სამყაროსგან, რომელიც უნდა მიიღოთ. და როდესაც ადამიანი გადის ტრანსფორმაციას, ამ დროს ხშირი არის ის, რომ ჩვენი ძველი ტრავმები, ჩვენი ცოტა ნეგატიური ფიქრები ამოდის ზედაპირზე. ამიტომაც არ გაგიკვირდეთ არაფრის. სულ ეს არის პირველი ვარიანტი. ძალიან სასწაული ტრანსფორმაციები გელოდებათ, ეს ნეგატიური ფიქრები, რაც ახლა გაქვთ, აუცილებლად წავა, უკვე პროცესში არის წასვლის. და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი რა სახის ტრანსფორმაციებს განიცდით თქვენ? არკანი კვერთხების ცხრიანი. რა საინტერესო არის? თქვენ გადიხართ აქ ტრანსფორმაციას თქვენს შიშებთან და ეჭვებთან დაკავშირებით. თითქოს ხარ ძალიან ისეთი ეჭვიანი ადამიანი. ეჭვიანობაში ვგულისხმობ არა ადამიანზე ან რაღაც ასეც, არამედ ვგულისხმობ იმას, რომ აბსოლუტურად ყველაში და ყველაფერში მუდმივად ეჭვი გეპარებათ, საკუთარ თავში, საკუთარ სიტყვებში, ქმედებებში გეპარებათ ხშირად ეჭვი. გჭირდებათ მეტი ნდობა სამყაროს მიმართ, მეტი ნდობა საკუთარი თავის მიმართ. ამ კუთხით იგრძნობა ბევრი პრობლემები და ძალიან ბევრი შიშები იგრძნობა. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა სახის ტრანსფორმაციას გადის ახლა ცხოვრების ამ ეტაპზე. მეორე ვარიანტი. არკანი ხმლების რაინდი, არკანი თასების ხუთიანი. აქაც იგრძნობა გარკვეული ემოციური კრიზისები, შესაძლოა ახლა ცხოვრების ამ ეტაპზე ძალიან მარტივად ღიზიანდებოდეთ, მარტივად ბრაზდებოდეთ ადამიანებზე, მაგრამ ეს არის ერთგვარი თავდაცვითი მექანიზმი, თითქოს თქვენ ქვეცნობიერულად, აი გააზრებლად თუ გავაზრებლად, მუდმივად გეფიქრებათ, რომ ადამიანი თქვენთან როდესაც მოდის ეგრევე აგრესიით. ეს შეიძლება იყოს გამოწვეული რაღაც წარსული ტრავმებით, რაღაც წარსული ბულინგით, ან რაღაც ნეგატიური გამოცდილებებით, შეიძლება ერთი კონკრეტული გამოცდილებით, ხო? მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში იცოდეთ, რომ რისიც ახლა თქვენ გეშინიათ, ეს ყველაფერი არის უბრალოდ ერთი დიდი ილუზია. რეალურად თქვენს ირგვლივ არაფერი არ არის საშიში თქვენივე ფიქრების და საკუთარი თავის გარდა. დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა სახის ტრანსფორმაციებს განიცდის ახლა მეორე ვარიანტი. აქაც არკანის სიკვდილი ამოვიდა, მეგობრებო. ნამდვილად განიცდით ტრანსფორმაციას როგორც პირველი, ასევე მეორე ვარიანტი და ორივე თქვენგანის ტრანსფორმაცია არის უმძლავრესი, უბრალოდ ოდნავ განსხვავდება ენერგეტიკულ დონეზე. და პირველი ვარიანტის ტრანსფორმაცია თუ იყო უფრო სხეულის კუთხით, რაღაც გარკვეული ტოქსინების გაშვების კუთხით, როგორც პირდაპირ ასევე გადატანითი მნიშვნელობით, ფინანსების და ფიზიკურ დონეზე იკითხებოდა. მეორე ვარიანტი თქვენი ტრანსფორმაცია უფრო მეტად იგრძნობა თქვენს შიშებში, თქვენს ეჭვებში, თქვენს ხასიათში. თითქოს აქამდე რაც იყო თქვენთვის საშიში,
ეს ხდება თქვენთვის უფრო გასაგები და ნაკლებად საშიში. თქვენი რაღაც შიშები, თქვენი შფოთვები მიდის, თქვენი ეჭვები მიდის საკუთარ თავზე თქვენი რეალობიდან, მიდის თქვენი ნეგატიური ფიქრები ირგვლივ მყოფების შესახებ, აი რომ მას ჩემგან რაღაც ცუდი უნდა, ადამიანები არ ვიცი, მეპირფერებიან, ცუდად მეკცევიან. აი ეს ავტომატური აგრესია, რაც მე დასაწყისში გითხარით, მეორე ვარიანტი, რომ აი იგრძნობა ეს აგრესია ხასიათის თქვენი მხრიდან, რომ ავტომატურად აგრესიაზე გადადიხართ, როდესაც ვიღაც გელაპარაკებათ, იმიტომ რომ გგონიათ გვეცნობიერულად, რომ რაღაცას გერჩით. აი ეს მიდის ზუსტად. დავამატოთ კიდევ არკანები და ვნახოთ, რა სახის ტრანსფორმაციას განიცდის ახლა მეორე ვარიანტი კიდევ. არკანი კვერთხების რვიანი, ძალიან სწრაფი არის და ძალიან ინტენსიური არის ეს ტრანსფორმაცია. პირველი ვარიანტის შემთხვევაში ეს ტრანსფორმაცია თუ ხდებოდა ცოტა უფრო ხანგრძლივად, თქვენ შემთხვევაში ეს ტრანსფორმაცია მიმდინარეობს სწრაფი და ინტენსიური ტემპით. შესაძლოა აქ მოვლენებზე იყოს, აი ხშირი იყოს პროვოკაციები ადამიანებისგან, ხშირი იყოს რაღაც უხეში სიტყვები თქვენთან მიმართებაში, ცოტა ისეთი არასასიამოვნო ენერგიები, სადაც თქვენ სამყარო გაჩვენებთ რეალურად რისი გეშინიათ და რისი არ გეშინიათ, მაგრამ აი მინდა გითხრათ, რომ თქვენი ტრანსფორმაცია უკვე უახლოვდება თავის დასასრულს, უახლოვდება თავის კულმინაციას, უკვე გადიხართ ამ ნეგატიური ემოციებიდან. დავამატოთ არკანები კიდევ. კი ბატონო, უკვე გადიხართ, გამოდიხართ ამ ენერგიებიდან და ახლო მომავალში თქვენ შეძლებთ, რომ დატკბეთ საკუთარი თავით, დატკბეთ საკუთარი ფინანსური ენერგიით, საკუთარი არ ვიცი, ოჯახური ენერგიებით, ირგვლივ მყოფებით. იმიტომ რომ აი ეს ნეგატიური ფიქრები, რაშიც გადიხარ ტრანსფორმაციას, სადაც თქვენ სამყარო გაჩვენებთ, რომ კი ბოროტი ადამიანები არსებობენ, კი არსებობენ უხეში ადამიანები, მაგრამ შენ არ უნდა ფიქრობდე, რომ ავტომატურად ყველა შენკენ მოდის. შენ არ უნდა ფიქრობდე, რომ ყველა არის შენს წინააღმდეგ. უნდა გახსოვდეს, რომ არსებობენ კეთილი ადამიანებიც, არსებობენ კარგი ადამიანებიც. უნდა გახსოვდეს, რომ თავდაცვა თავის ადგილას არის და კი, თავის საჭირო არის დავიცვათ ჩვენი პირადი სივრცე, მაგრამ საერთოდ არ არის აუცილებელი ყველასგან ისტერიულად და ინტენსიურად დავიცვათო. აი ეს ენერგია მოდის. სულ ეს არის მეგობრებო, მე თქვენ ამაზე დაგემშვიდობებით. უღრმესი მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს, წარმატებები, ბედნიერი დრო და ნახვამდის.